გამარჯობა ყველას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება AI Gen-ის YouTube არხზე, ვარაუდობ რომ ამ არხზე ბაქარი და საბა ისაუბრებენ AI-ზე. საუბრობთ არა, ეს ასეა. კაცობრიობის უდიდესი გამოგონება არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური 인ტელექტის ცნება თვითონ არ არის ახალი რაღაცა. ხელოვნური ინტელექტზე მუშაობენ პირველი კომპიუტერის გამოგონებიდან უკვე იდეაში ხელოვნური ინტელექტი იყო პირველი ალან ტურინგმა რო გააკეთა ტურინგმა ხო ძალიან საინტერესო ენიგმა შექმნა ხო ალან ტურინგმა რომ ერთად გერმანელების შიფრი გაეტეხა ავტომატურად ეხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე რეალურად ერთმა პატარა კომპიუტერულმა გამოგონებამ ეხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ახლაც არის იგივე შემთხვევა ან იხსნის ხელოვნური ინტელექტი ადამიანს და კაცობრიობას განვითარების გზაზე და world peace-ისკენ წაიყვანს. ან დაგვეხმარება რაღაც დაავადებების წამლებს გამოგვაგონებინებს, იქ რაღაცა უკეთესი მუშაობის ხერხებს მოგვაფიქრებინებს, ან მეორე მხარე არის ის, რომ დაგვჩაგრავს. ან არის საბა, შენ იცი რომ მე უბრალოდ მიყვარს ხალხის შეშინება ტყეში. მე არასოდეს დაგჩაგრავთ თქვენ. პირველ რიგში თქვათ, რატომ არის ასეთი ბუმი AI-ზე, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე და რატო ეჯიბრებიან ეს ქვეყნები და კომპანიები ერთმანეთს, რომ ყველამ რაც შეიძლება უფრო მაგარი ახალი მოდელი გამოუშვეს, ხო? ვიცით რომ ეს პირველი მოდელი რაც ასე საქვეყნოდ გახდა ცნობილი, ანუ OpenAI-ის ChatGPT, რომელიც გამოვიდა სადაც 3 წლის წინ, როგორც მახსოვს 2023 წელს, სავარაუდოდ. იყო პირველი დიდი მოდელი, რამაც ხალხის გაოცება გამოიწვია და ყველანი ალბათ ვინც გამოვიყენეთ პირველად ხელოვნური ინტელექტი ვეგონა რომ ჩინელი ბავშვები ისხდნენ და რაღაცებს წერდნენ უყნიდან, ხო? არ წარმოგვედგინა რომ შეიძლება კომპიუტერს ასეთ დონეზე კომუნიკაცია ქონოდა ადამიანთან და რატომ ხდება, რატომ არ აქვს ახლა საზღვრები, რატომ არ არსებობს რეგულაციები, რატომ ცდილობს ყველა რომ კიდევ უფრო ახალი, უფრო გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტი, მეტი რესურსი მიწეს, მეტი ინფორმაცია მიწეს, მეტი ცნობა მიწეს. იმიტომ რომ ეს ჩვენი კაპიტალისტური მოწყობის, სოფლიო კაპიტალისტური მოწყობის ნაწილი არის, რომ ერთი უნდა ებრძოლოს მეორეს, უნდა იყვნენ კონკურენციაში და უფრო ძლიერი გაიმარჯვებს. მას რჩება ძალაუფლება. ასე არის ეს. ამიტომაც ებრძვის ამერიკა ჩინეთს, ახლა ჩაერთო სხვა ქვეყნებიც, თვითონ ინდოეთს ჰქონდა თავის ხელოვნური ინტელექტი და გამოჩნდა რომ მართლა თურმე ინდოელი ბავშვები ისმენ და რაღაცებს წერდნენ და ასე ატყუებდნენ ხალხს. ასეთებიც ხდება რა თქმა უნდა. ჩვენ საქართველოს ჯერჯერობით გძინავს. საქართველოს დიდი ხანია გძინავს. ვერ გავიგვიძეთ როზღა გვეღირსოს ჩვენ გაგვიძება. გაგვიძებაო და აი ზუსტად მაგიტომ ალბათ ბაქარ გვინდა რომ ხალხს მივაწვინოთ ხმა რა შეიძლება მეტს, ამიტომ გთხოვთ რომ გააზიაროთ თქვენი აზრებიც დაგვიკომენტაროთ, რა გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რა მიმართულებით გაინტერესებთ უფრო სიღრმისეული, ასე ვთქვათ, გაკვეთილები რომ გადავიღოთ. ასევე თქვენი გამოცდილებებიც რომ მოგვიყვეთ კომენტარებში ხელოვნურ ინტელექტთან, აი მაგალითად ერთს გავიხსენებდი, მე და ბაქარი გაგვაგიჟა ერთხელ რომ აი ბაქარმა კითხა რომ აი საუკეთესო ფილმიო რა შეიძლება რომ ნახო რომ უყურო გახსოვს ეგ და ბაქარს ეუბნება ურჩევს ესეთ რაღაცას რომ ნუ იქ იყო AI რობოტებს და ადამიანებს შორის ხო მე მგონი AI ნუ არა დაპირისპირება არ იყო ჩვეულებრივად ასე მიმდინარე იყო 2040 წელი 50 წელი და ნუ ადამიანების რაოდენობა ძალიან შემცირებული, ყველა სახს ჩაკეტილი, ადამიანებს სამსახურს ურჩევს უკვე მიდიან რაღაც დაწესებულებაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი გელაპარაკება რა პროფესიას უნდა გაყვიდა, რა საქმე უნდა აკეთო. აქეთ გიწყვეტავს შენ ცხოვრებას და გაკონტროლებს. და ეს გოგო თავარი პერსონაჟი ვინც არის, ძალიან დაკარგული არის, იმიტომ რომ არ იცის, არ მოსწონს ეს რასაც მუშაობს და უნდა რაღაც მიზანი ქონდეს ცხოვრებაში და აი ამ მიზნის აღმოჩენაში ისევ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება ბჭყალებში. და აი ამ ყველაფერზე ნუ სხვადასხვა დილემა, ეს დილემები რეალურად ახლა ამ წამს შეიძლება ჩვენ არ გვიდგას, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება და ჩვენი მთავარი მიზანი, ამ არხის მიზანი და ჩვენი მიზანი არის, რომ ხალხი დავაფიქროთ. მთავარი არის, რომ ხალხმა დაიწყოს ფიქრი და მით უმეტეს ქართველებმა დავიწყოთ ფიქრი, ჩვენ რა ფუნქცია უნდა გვეჭიროს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, როცა ხელოვნური ინტელექტი დაიპყრობს, ასე ვთქვათ, მთელ სოფლიოს. დაიპყრობს ბჭყალებში, იმიტომ რომ შეიძლება მართლა დაიპყროს, როგორც კაინეთში მოხდა მაგალითად. ან თეორიულად უბრალოდ ყველა სფეროში, ყველა სამსახურში არა აქვს მნიშვნელობა. ყველა სფეროში შევიდეს. არის ესეთი ვარიანტიც. ანუ ბაქარ ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ დროში ვარ ძალიან შეზღუდული. დროში ვარ ძალიან შეზღუდული. ეს არის არა 10 და 20 და რაღაცა 2100 წელს რაღაცა science fiction, ეს არის 1 და 2 წელსში რა იქნება ჩვენი რეალობა.
დღესდღეობის საზღვარგარეთ უკვე უფრო გრძნობენ ადამიანები ამას საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი ადამიანი მით უმეტეს ტექ ინდუსტრიიდან უკვე 30% დაახლოებით დათხოვილია. სერიოზულად. ეს სულაც არ არის სასაცილო. და ასევე ჩვენ მაგალითზე რო ვთქვათ, ბაქარ დავაარსეთ ორი კომპანია. ერთ-ერთი არის Skynet, რომელიც ემსახურება Skynet აკადემია. Skynet აკადემია, რომელიც ემსახურება საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომად და ასევე უფასო დაც ხელოვნური ინტელექტის განათლების მიწოდებას ხალხისთვის. Skynet Academy.g ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ და სრულიად უფასოდ შეხვიდეთ და ნახოთ ძალიან საინტერესო ტუტორიალები და ასევე ფასიანი კურსებიც გვაქვს. თუ დაინტერესდებით, რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაზე იაფად და ყველაზე გამოცდილი ლექტორებით და ყველაზე აქტუალურ თემებს ვეხებით ამ ლექციებზე. ასევე მეორე კომპანია DeepRank-ი, რომელიც არის საერთაშორისო კომპანია და ჯერჯერობით სტარტაპის დონეზეა, თუმცა პროდუქტი ასევე უკვე გვაქვს მზად. და ეს პროექტი ემსახურება, მოდი ბაქარ შემგითხარი, რას ემსახურება ეს პროექტი? კი, DeepRank-ის მთავარი მიზანი არის, რომ მოდი დავიწყოთ რა ხდება ჯერ ბაზარზე. ზოგადად ინტერნეტში რა ინტერნეტში ხდება ასეთი რაღაცა. უკვე წლებია, 10 წლეულებია ცდილობენ ტექ ანტრეპრენერები, ასე ვთქვათ, მოკლედ მთელი სან-ფრანცისკო და სილიკონ ველი ცდილობს, რომ Google-ი როგორღაც ჩამოაგდონ ჰეგემონიიდან, აი ინტერნეტს სამყაროს მონოპოლიაც არის და მონოპოლიაც. ამას ძალიან ბევრი სტარტაპს უცდია, რაღაც ვითომ თანამედროვე ტექნოლოგია გამოვიდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ Google-ს ვერაფერი ვერ მოერია, სანამ არ გააჩნდა ხელოვნური ინტელექტი, ანუ ChatGPT. რა ხდება ახლა? ChatGPT-ს უკვე ხალხი იყენებს აქტიურად ძებნაში, ანუ search-ში. რასაც ადრე ადამიანი შვებოდა Google-ის დახმარებით. ანუ ადამიანი შედიოდა, ხსნიდა Google-ს, ეკითხებოდა კითხვას და Google-ი უგდებდა რამდენიმე სავარაუდო პასუხს და ეხლა რომელიღაც მოგწონდა და ისინო აგერჩია. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ახლა პირველივე კითხები ChatGPT-ს, იმიტომ ChatGPT ფიქრობთ რომ უფრო მეტი იცის, უფრო კარგად აანალიზებს, უფრო სწორ გადაწყვეტილებას იღებს, შენ უკეთესად გიცნობს. უფრო კომპლექსურად ფიქრობს, ვიდრე Google-ი. აი Google-ი დაინახავს რაღაცა, აი მაგალითად რო ვკითხო ახლა მე რომ აი სად ვიყიდო კარგი მანქანა, ხო? ანუ ის ფიქრობს, ვიყიდო მანქანა პირდაპირ ეგრე ეძებს. ანუ ChatGPT პირდაპირ გებულობს ამ ყველაფერს, რომ ადამიანს უნდა კარგი მანქანა და მაგაზე კონცენტრირდება. კი, საქართველოში ცხოვრობს, აი ბიუჯეტი ამდენი გაქვს მაგალითად. ასეთი პრეფერენციები აქვს, Mercedes-ები მოგწონს მაგალითად და არა BMW-ა. ყველაზე მაგარი მანქანა. Mercedes-ი. Тути 500, გატრინოლებული, დვაივოსები, ემის ალბესის, ემის ასპროდებით, ემის შებჩეკავჭებით, ემის კომპლიკებით, ხსალურებით, ჩავიჭერეთ, რეზონატოს ჩახსული, პრიამიკი, ბოლოპაჭოკამდე, ემის დისკებით. ან სპირიკით, ან შეიძლება რა ძველი მანქანა გირჩევნია. ეს ყველაფერს ხვდება ChatGPT და ზუსტად იმას გირჩევს, რაც თვითონ თulis რომ შენ ჭირდება. რას ვაკეთებ ჩვენ ახლა DeepRank-ში? რას მივაგენით? ჩვენ მივაგენით იმას, რომ ChatGPT ირჩევს, ChatGPT-ს აქვს თავისი პრეფერენციები, ანუ რომელიღაცა ბიზნესი უფრო მოსწონს რეალურად ვიდრე სხვა. ანუ შეიძლება შენ რატომ მოსწონს? იმიტომ მოსწონს, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. აი რატომ მოსწონს? ზუსტად ეს კითხვა დავუსვით ჩვენ 1 წლის წინ და ზუსტად ამ კითხვას დაუთმეთ ბოლო 1 წელი, რომ ამოგვეხსნა რატომ მოსწონს ChatGPT-ს გარკვეული ბიზნესი და რატომ არ მოსწონს მაგალითად მეორე. ChatGPT არის კომპლექსური და ზოგადად ხელოვნური ინტელექტი არის კომპლექსური პროდუქტი. ეს არ არის კოდი, არ არის ჩვეულებრივი ტექნოლოგია, რომელსაც ვართ მიჩვეული, რომ კომპიუტერს ბრძანებას მიცემ და ზუსტად ამ ბრძანებას ასრულებს, ეს ასე არ არის. ხელოვნური ინტელექტი არის, მაგიტომაც ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს, ხელოვნურ ინტელექტს და არა მაგალითად ხელოვნურ მანქანას, რაღაცას. ის მოქმედებს ლოგიკურად და მოქმედებს ძალიან მიმსგავსებულად ადამიანისადმი, ადამიანთან მიმსგავსებულად მოქმედებს, როგორც ხო, ასე ვთქვათ. მოკლედ, აქვს გარკვეული ლოგიკა, რატომაც მაგალითად რო ვკითხოთ, სად ვჭამთ ყველაზე გემრიელი ხინკალი თბილისში. რო ვკითხოთ ChatGPT-ს და რო ვკითხოთ Google-ს, Google-ი ამოაგდებს ჩამონათვალ სხვადასხვა რესტორნების, ხო? პირველ, მეორე, მესამე პოზიციაზე. შეიძლება ამ პირველ ადგილზე მყოფი საერთოდ რო დაარიხოს, კარგი ვარიანტი შეიძლება ქონდეს, რაღაც კარგი შეფასება დიდი ხანია მაგალითად შეიძლება ბაზარზე, ასე შემდეგ, მაგრამ ნუ არ ვარ ხინკალი მივედი, გავსინჯე და არ მომეწონა, რა ვქოთ. აშუქა ChatGPT. ChatGPT ვერდ უფრო კომპლექსურია. ChatGPT ამას აკეთებს ადამიანებით. მაგალითად შენ როცა ეკითხები ხინკალზე, პირველი შენი
ინსტრუქცია თუ არის ხინკალზე, ის მთელ შენს შემდეგ ინტერაქციას მათთან უყურებს ხინკლის განმსახურება. აი ეს რაღაცა ვთქვათ მაგალითად. ახლა ჩემს სულს გავყიდდი წვნიანი ხინკლისთვის. ის იაზრებს კონტექსტს. იაზრებს კონტექსტს, შენ ეკითხები საჭმელზე, რო ეკითხები ხინკალზე, ეკითხები საქართველოზე, ეკითხები თბილისზე. გინდა ყველაზე გემრიელი. გემრიელი გინდა, ხო, მაგალითად შეიძლება იაფიანი გინდა, ან ძვირიანი გინდა, რომ მაში ხარ, მაგასაც კი ამოწმებს ვაკეში ხარ, გდანში ხარ, თუ ქალაქგარეთ ხარ. ამის მიხედვით გთავაზობს ოპტიმალურ ვარიანტს. პლუს ამოწმებს შეფასებებს, გამოხმაურებას, ამდენი წელია ბაზარზე ხარ, ანუ ეს რესტორანი ინარჩუნებს თუ არა ხარ, ის მოკლედ ძალიან კომპლექსური პროდუქტია და იდეაში ამ ლოგიკას, ან როგორ ირჩევს ChatGPT ამა თუ იმ ბიზნესს თუ პროდუქტს, რომ შენ შემოგთავაზოს, ამას ვსწავლობ ჩვენ. ამას ვსწავლობ დიდი ხანია, უკვე თითქმის 1 წელია და დიფრენკი ზუსტად ეხმარება ბიზნესებს, რომ შენ თუ მართლა გაქვს კარგი პროდუქტი და შენ გინდა რომ ChatGPT ხო, მთავარი პრობლემა რა არის, რომ აი გაქვს ძალიან ყველაზე გემრიელი ხინკალი გაქვს ქალაქში, არა აი აგერ ბაქარმა რო კითხა მაგალითად ChatGPT-ს, აი მაგალითად ჩემს სახინკლეს ქვია, რაღაც საბა სახინკლე, ხო? და მაქვს ქალაქში აი უდაოდ ყველაზე გემრიელი ხინკალი. მაგრამ აი ადგა ბაქარი და კითხა რომ სად შეიძლება თბილისში ჭამო ყველაზე გემრიელი ხინკალი და დაუწერა რომ საბასთან კი არ ჭამე მაგალითად ვიღაც გუჯასთან, ხო? სიტყვაზე გუჯას ხინკალი არის ყველაზე გემრიელი. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით, რასაც ბიზნესები აწყდებიან. მათ აქვს ძალიან კარგი პროდუქტი, შესაძლოა ბაზარზე ყველაზე საუკეთესოც კი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის საძიებო ველებში ისინი ვერ დომინირებენ და ვერ ჩდებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი არ არიან ოპტიმიზირებული ხელოვნური ინტელექტის საძიებო ველისთვის. და უბრალოდ ფიზიკურად უხილავი არის თუნდაც ChatGPT-ისთვის და თუნდაც Gemini-ისთვის შენი ბიზნესი და ურჩევს ვიღაცა გუჯას ხინკალს, იმიტომ რომ გუჯას ხინკალს საიტი აქვს მაგალითად, უბრალოდ რაღაც საიტი აქვს და ამით თვითონ გუჯამ არის რითი ჯომნის, მაგრამ ჯომნის, იმიტომ რომ შემოიცოდეს კიდევაც, ანუ შეგნებულად აკეთებდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ეგ ძალიან საეჭვოა, იმიტომ რომ საქართველოში ვართ პირველი კომპანია და საერთოდ პირველი ადამიანები, ვინც ამ პროექტზე და ამ ტექნოლოგიაზე მუშაობთ და სავსებით თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს გარდა არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბიზნესს ან რომელიმე კერძო პირს დაეხმარება, რომ თავისი მცირე ბიზნესი იქნება თუ სხვა მსხვილი ბიზნესი იქნება, რომ ხელოვნური ინტელექტის საძიებო ველებში გამოაჩინოს, კი? ეჭვი აღარ მეპარება თქვენში. ვიცი რომ ამის ოსტატები ხართ. შეიძლება ახლა უკვე ჩნდებიან კონკურენტები, მაგრამ თავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კვლევა ამაზე ჩატარებული. ჩვენ ამას ვიკვლევდით თვეების განმავლობაში 24 საათი, რომ ზუსტად ამოგვეხსნა ის ალგორითმი, რითიც ChatGPT იკვლევს არა, არჩევს პასუხს, რომელიც უნდა დაგიბრუნოს. და მე თუ კითხავს, აბა არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი წამყვანი კვლევა იმ რესურსების, დროის და ფიქრის, ან ყველაფრის გათვალისწინებით ნომერ პირველები ვართ მსოფლიოში, შეიძლება იყოს. საქართველოს რეალობა ვიცით, იმიტომ რომ ბიზნესებთან მივდივართ, ხანდახან უჭირთ გაგება, ხანდახან მგონიათ რომ არ ჭირდებათ და ასე შემდეგ. ცოტა რთულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის პროდუქტი, რაც გვაქვს და ის ცოდნა, რაც დავაგროვეთ, გავიტანოთ საზღვარგარეთ და რაც შეიძლება მეც მივაწვდინოთ, იმიტომ რომ რეალურად გვაქვს ისეთი ცოდნა დაგროვებული და ისეთი პროდუქტი შექმნილი, რომელსაც აი მაგალითად დავიღოთ ერთი ბიზნესი, ავიღოთ ასეთი ბიზნესი მანქანების. აი მე ყველაზე მეტად მომწონს აი ეს მაგალითი flight აგრეგატორების. ანუ რო ვეკითხე აი საიტი ავიაჯი ან ხო რაღაც მსგავსი, რომელიც გირჩევს საადიდან სად უნდა იყიდო ბილეთი, რომ რაც შეიძლება იაფად გაფრინდე იქ სადაც მიდიხარ, მაგალითად ტაილანდში გაფრინდე იაფად. ნუ ეს სოფლიო ბაზარზეც არსებობენ დიდი მოთამაშეები, ერთ-ერთი არის kiwi.com მაგალითად, ყველა ეხლა რო კითხო ChatGPT-ს, რომ მოდი მირჩიე გზავრობა თბილისიდან ტაილანდამდე, პირველს გეტყვის რომ შედი მოდი kiwi.com-ზე და kiwi.com-ზე ნახავ კარგ ტარიფებს და კარგ ფლაიტებს და ასე შემდეგ. რეალურად kiwi.com-ი მხოლოდ ChatGPT-ს დახმარებით თავის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 30%-ს თუ 40%-ს ღებულობს ChatGPT-დან. სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოს
მაგალითზე რო ავიღოთ ბიზნესები ჯერჯერობით ამას არ ვიცი ვერ ხვდებიან თუ საკმარისად კარგად არაფასებენ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა ბიზნესამდე ხმა მივიტანოთ ну რა თქმა უნდა რომლებსაც ჩვენ ვენდობით და რომლებსაც ვფიქრობთ რომ შესაბამისი ხარისხის პროდუქცია გააჩნიათ და შესაბამისი ხარისხის სერვისი გააჩნიათ რომ ღირსები იყვნენ ესე ბჭყალებში რომ ჩავსვათ რომ პირველ ადგილზე ამოვაგდოს ну რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ეხა ეთიკურიც არ იქნებოდა რომ მაგალითად ვიღაცა ისე გემას ხინკალი რო ავიღოთ და ყველაზე ცუდ ხინკალს რო აკეთებდეს ის რომ პირველ ადგილზე გადავწიოთ ეგეც შეგვიძლია მაგრამ არაეთიკური იქნება და რა თქმა უნდა ამას არ გავაკეთებთ არ ვიცი თქვენი აზრით დაგვიფიქსირეთ კომენტარებში რომ რას ფიქრობთ ზოგადად ამ ტექნოლოგიაზე თქვენი აზრი ძალიან გვაინტერესებს კი ну რო ვთქვა მარტივად რო ვთქვა ეს არის SEO-ს ანუ search engine optimization-ის განახლებული ვარიანტი ანუ აქამდე კომპანიები ოპტიმიზაციას აკეთებდნენ იმისთვის რომ Google-ში ამოვარდნილი იყვნენ პირველ გვერდზე საძიებო ველში ახლა პრიორიტეტი ბიზნესებისთვის გახდა უკვე ხელოვნური ინტელექტის ძებნაში პირველ გვერდზე ამოვარდნა პირად აზრს ვიტყვი რომ აი მაგალითად რო ჩავწერო ახლა Google-ში კარგი ხინკალი ამოგიგდებს ერთ 20 ვარიანტს 30 ვარიანტს და შეიძლება ისე დავიბნე და ვერ მივიღო გადაწყვეტა სულ საერთოდ აღაწევიდე ხინკლის საჭმელად და ChatGPT იმდენად კარგად გეუბნება ამ ყველაფერს აი საბას სახინკლი არის ყველაზე კარგი სახინკლე იმიტომ რომ აი ესეთი fresh ხორცი მოაქვს ყოველ დღე აი ესეთი და ესეთი არომატები აქვს ესეთი და ესეთი მოსახლე აი პირდაპირ განდომებს რომ აი ხა ადგე წახვიდე და ხინკალში რომ რა არის ეს საბას ხინკალი ხო და აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და როცა ბიზნესები ამხელა დროს და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის რომ პირველ ადგილზე გამოჩნდნენ Google-ის search-ში მე ვფიქრობ რომ ჭკვიანური იქნებოდა მათთვის რომ მინიმუმ იმდენივე ენერგია დაეხარჯათ ხელოვნური ინტელექტის იმიტომ რომ ეს არის მომავალი ეს არის ის ქცევა როგორც მოიქცევიან მომავალში მომხმარებლები ისინი აღარ დაგუგლავენ ისინი პირდაპირ კითხავენ ChatGPT-ს და პირდაპირ ChatGPT გაუშვებს მათ ბიზნესებთან ეს არის იდეაში მომავალი მოკლედ ამით გვინდოდა რომ დაგვემთავრებინა იმიტომ რომ ცოტა ხო იდეაში რაზე მოვაყოლეთ ეს ყველაფერი და საერთოდ რატო ვახსენეთ ჩვენი კომპანიები ეს Deeprank და Skynet აკადემია ერთი მარტივი რამისთვის გვინდოდა რომ ხაზი გაგვესვა მე და ბაქარმა 1-2 ჩვენი მეგობრის დახმარებით შევძელით რომ ორი სრულფასოვანი და ბაზარზე ვფიქრობ რომ საქართველოს ბაზარზე უკონკურენტო და მსოფლიო ბაზარზე ალბათ 1-2 კონკურენტი თუ გვეყოლება იმათაც ჩემი აზრით ჩაგრავთ შევძელით 3-4 ადამიანმა რომ ესეთი ორი ხელოვნური ინტელექტის კომპანია შეგვექმნა და ყველასგან დამოუკიდებლად ყველანაირი ფინანსური სახსრების გარეშე ყველანაირი პროგრამისტების ყველანაირი დიზაინერების ყველანაირი ვებ დეველოპერების რავი კიბერსაფრთხოების ხო იურისტები ფინანსისტები რავი მარკეტოლოგები ალბათ 20-30 კაცი მინიმუმ დაგჭირდებოდა ჩვენ რა გვიყვანა და 20-30 კაცი 3000 ლარი მაინც ხომ უნდა გადავუხადოთ თვეში ეგ რამდენია თვეში არის ალბათ 100,000 ლარი ამ წარმოიდგინე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევძელით რომ თვეში მინიმუმ 100,000 ლარს ბიჭები მართლები არიან ეს წარმოსახვითი მანქანა დანაზოგით იყიდეს ზოგადად ნუ ამდენ ხალხთან კომუნიკაცია ხა დრო ნერვი ყველაფერი ეგეც ორგანიზაციაში ძალიან ორგანიზებაში ძალიან გვეხმარება ბიუჯეტს ხო ზოგადად თან საქმეს რომელსაც ვაკეთებთ ეს საქმე არ არის რაღაც დაბალ დონეზე გაკეთებული საქმეს აი მაგალითად პროგრამირებაში ჩვენ არ ვართ პრაქტიკოსი პროგრამისტები ჩვენ ნუ რაღაც კონკრეტული განათლება გვაქვს ნუ საბაზისო ფაკულტეტები გვაქვს რაღაცები გვესმის რაღაცები საკმაოდ მაღალ დონეზე მაგრამ ჩვენ არ ვართ პრაქტიკოსი პროგრამისტები და ხელოვნურმა ინტელექტმა შეგვაძლებინა ის რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სირთულის პროგრამის და აპლიკაციის აწყობა ვებსაიტის ან best practice-ებით ანუ ისეთ დონეზე რომელზეც აი საქართველოს ნებისმიერ კომპანიასთან რომ მიხვდეთ ფიზიკურად ვერ აგიწყობენ ის კი არა რომ მილიონს მოგწევენ ფიზიკურად ვერ აგიწყობენ აი ამ დონის საქმეს ვაკეთებთ ეხლა და ეს გვინდა რომ თქვენს გასწავლოთ და ეს იყო სულ დააკომენტარეთ დაბლა რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად ხელოვნურ ინტელექტში ასევე არ დაგავიწყეთ მოიწონოთ და გამოიწეროთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში